წლების განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ცხოვრობთ აჩქარებული ისტორიის ეპოქაში, როდესაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება ერთმანეთის მიჯრით და საზოგადოებები ხშირად ვერ ახდენენ ამ მოვლენების გააზრებას, გადააზრებას. ეს გამოწვეულია იმით, რომ საერთაშორისო სისტემაში ხდება ტექტონიკური ცვლილებები და ვინც აქამდე იყო ჰეგემონი სახელმწიფო შეერთებული შტატები გარკვეულწილად კარგავს კონტროლს სხვადასხვა მიმართულებებით, სხვადასხვა რეგიონებზე, ამიტომ მან, ასე ვთქვათ, ეს კონტროლის დაკარგვის პროცესი რო შეაჩეროს, მისი ყველა სცენარი, რომელიც დამუშავებული იყო სხვადასხვა რეგიონების მიმართ, იქნებოდა ეს დასავლეთ ნახევარსფერო, ევროპული მიმართულება, ახლო აღმოსავლური მიმართულება, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიური მიმართულება, ყველა ეს სცენარი, დაპირისპირების სცენარი რეალურად არის ერთდროულად ამუშავებული და ჩვენ ვნახეთ წლის დასაწყისში ვენესუელის მოვლენები და მე ვნახეთ ირანის მიმართ განვითარებული მოვლენები, ნუ შარშანას ვთქვათ, თავად ირანის პირველი ეპიზოდი, ეს არის რეალურად შეიძლება ამას დავარქვათ დაპირისპირების მესამე ეპიზოდი მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ირანთან. ამიტომ ესეთი დღეს, ასე ვთქვათ, ამ დღის წესრიგში მოუწია, ასე ვთქვათ, რიგი ამ შემთხვევაში ირანს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში და რეალურად შეიძლება ვთქვათ, რომ ამერიკულ საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილია ირანთან, ასე ვთქვათ, საბოლოო, ასე გენერალური დაპირისპირების გამართვა, რაზეც მიანიშნებს სხვადასხვა პროცესები, ჩვენ ხედავთ, შეიძლება არ მოიაზრება არნახული სამხედრო მობილიზება, თუმცა შესამჩნევად თვალსაჩინოდ მნიშვნელოვანი სამხედრო მობილიზაცია შეერთებული შტატების საზღვაო სივრცეში და სახმელეთო სივრცეში, რომელიც ალყაში აქცევს ირანს ამ შემთხვევაში. ასევე ჩვენ ვნახეთ მაგალითად შეერთებული შტატების მხრიდან სირიის ტერიტორიიდან მთლიანად ISIS-ის მებრძოლების გადაყვანა ერაყის ტერიტორიაზე, კონკრეტულად ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე, რომელიც პირდაპირ ესაზღვრება ირანს და ესეც უნდა ვახსენოთ, რომ ერაყის ქურთისტანისა და ირანის საზღვარი არის ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი საზღვარი, ხშირად ხდება კონტრაბანდული თვითების გადატანა, ადამიანების გადასვლა საზღვარზე უკანონოდ და ბოლო, ასე ვთქვათ, ეპიზოდში იანვრის დასაწყისში, როდესაც საპროტესტო გამოსვლები იყო ირანში, მაშინაც მოხდა გარკვეულწილად სხვადასხვა ტიპის დაჯგუფებების გადაპარვა ამ ტერიტორიიდან, კონკრეტულად ქურთ სეპარატისტების გადაპარვა, რომელიც შემდგომ, ასე ვთქვათ, ირანულმა სპეცსამსახურებმა გაანეიტრალეს. ამიტომ ეს ტერიტორია, ერაყის ქურთისტანის მოსაზღვრე ტერიტორია ირანისთვის არის საკმაოდ მოწყვეტი სივრცე. ასევე უნდა ვახსენოთ შეერთებული შტატების უჩვეულო გააქტიურება ირანის ჩრდილოეთ მიმართულებაში, შეიძლება მოვიაზროთ ირანის პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მეზობელი პოსტსაბჭოთა ქვეყნები, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი, რომ მაგალითად ჩვენ პირველად ვნახეთ თურქმენეთის ტერიტორიაზე შეერთებული შტატების სამხედრო ავიამზიდის გადაადგილება, ასევე მაგალითად სომხეთისთვის 11 მილიონი დრონების მიყიდვის ფაქტი, რომელიც კითხვის ნიშნებს აჩენს, თუ ვის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენოს სომხეთმა ეს დრონები, ხო, საკმაოდ მაღალტექნოლოგიური დრონები.